დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. ყველას გულითადად მოგილოცავთ. უდიდესი წმინდანების, საქართველოს განმანათლებლის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენებას. ასევე მოგილოცავთ ქრისტიანობის წიაღში ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული ფრაზის თქმელ ადამიანს. ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილს, ეს თქვა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალმა, რომლის ხსენებასაც დღეს ჩვენ აღვასრულებთ. ასევე დღეს არის ხსენება პირველ კათალიკოსთა პეტრესი და სამუელისა. მოკლედ, სასულიერო დღესასწაულთან ერთად საერო დღესასწაულიც არის. მე მჯერავს, რომ მოვა დრო, როდესაც ჩვენ ერი და ბერი აი ამ დღეს აღვნიშნავთ ყველანი განსაკუთრებულად. მაგრამ მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, დღევანდელობისთვის, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. მცირეოდენი მინდა უბრალოდ ანდრია პირველწოდებულის შესახებ ვისაუბროთ. ადამიანის ცხოვრებაში დგება ყოველთვის გარკვეული გარდამტეხი მომენტი. და ეს გარდამტეხი მომენტი ჩვენთვის არის გააზრება იმისა, რომ ჩვენ გავხდით ქრისტიანები. და აი ამ გარდატეხამ ზოგადად უნდა შეცვალოს ადამიანის დამოკიდებულება ყველაფერთან მიმართებაში. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ღმერთთან მიმართებაში, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი და ამის აღიარება არის მნიშვნელოვანი და მეორე საკუთარ თავში. ანუ ქრისტიან ადამიანს უკვე აღარა აქვს სხვა მეტი საფიქრალი და საკეთებელი რას გულისხმობ. ყველაფერს აკეთებს ქრისტიანობიდან გამომდინარე. დღევანდელ სამყაროს ეს არ ისმის. როგორც არ ისმოდა ანდრია პირველწოდებულის დროს. ანდრია პირველწოდებული რო შემოვიდა, ისე იგი ჟამთაღწერელი აღწერს ასეთ რაღაცას, რომ მკვდართაც კი შეშჭამდნენო. ანუ ჩვენი ერი იცით მაშინ წარმართობაში იყო და ისეთი მდგომარეობა იყო, სანამ ქრისტიანობა მოიცავდა მთელს ჩვენს, ისე იგი სამეფო კარსაც და საზოგადოებასაც, მკვდარსაც კი შეშჭამდნენო. ანუ ასეთ ვითარებაში ვიყავთ. თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა შემოდის ერთი ადამიანი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის აწყურის ხატის, რომელსაც აწყურისა ეწოდა მერე და რა საზოგადოებაში შემოდის. აი ამ საზოგადოებაში, სადაც მკვდარსაც კი შეჭამდნენ. აი აქ იწყებს ქრისტიანობის ქადაგებას და გავრცელებას. დღევანდელი დღე, აი ანდრია პირველწოდებულის მაგალითით ზუსტად არის ჩვენს ცხოვრების მაგალითიც. ანუ ჩვენს ცხოვრებაშიც ხდება, დღეს ხდება. სულ ხდება, მაგრამ დღესაც ხდება. მტკიცე სარწმუნოება იესო ქრისტეს. და რაში გამოიხატება ეს სარწმუნოება, ნახეთ. აი ხშირად ჩვენ მაგალითად აი დედა არის, მამები ვართ დედები და ვიძახით ხოლმე, რომ ჩემი შვილის წინაშე გულში ნათქვამი მაქვს, რომ აი ესე და ესეთი ვიქნები. ჩვენ ესეთი აღთქმა დავდეთ ნათლობის დროს ქრისტეს წინაშე, რომ ჩვენ შეუდგებოდით მას. ვიღაცა შეიძლება პატარა მოინათლე და არ გახსოვთ, მაგრამ აი ზუსტად გულისხმობ იმას, რომ გახსენება იმისა, რომ მე ქრისტეს წინაშე დადებული მაქვს აღთქმები და მე ქრისტიანი ვარ, აი ეს არის გარდამტეხი მომენტი ადამიანის ცხოვრებაში. რა ეპოქაშიც არ უნდა იყოს, დღეს უბრალოდ რთულია ჩვენი ახალგაზრდებისთვის და ადამიანებისთვის, რომელიც აი ამ დღევანდელ წუთისოფლის სულისკვეთებას ეჩეხებიან, ძნელია გახსენება ამისი, რომ მე ქრისტიანი ვარ. იმიტომ რომ ძალიან დიდი სიზნელეების გადალახვა უწევს მათ, როგორც სულიერი, ინტელექტუალური, ასევე ფიზიკური. იმიტომ რომ გარე სამყარო დღეს დაცილებულია, ესე რომ ვთქვათ, ქრისტეს, ან ქადაგებს სხვანაირ ქრისტეს. სულ სხვა ქრისტეს ქადაგებს, რომელსაც არაფერი არ აქვს საერთო იმ ჭეშმარიტებასთან, რომელიც სახარებისეული არის. ყველას, ვისაც როგორ უნდა, ისი აქვს, ბოდიშით ამ გამოთქმაზე სახარებისეული მცნებები და სახარებისეული, ესე იგი, წინადადებები განმარტებული, რომ თავისი გაამართლოს რაღაცა მდგომარეობა. ამიტომ რაც არ უნდა ნახეთ როგორ არის, რაც არ უნდა ჩვენ სიტუაცია გქონდეს ისეთი, რომ შეუსაბამო
ვიღაცებმა შეიძლება თქვა რაღა დროს ეგენი არის, რა დროს ეს არის. აი ანდრია პირველწოდებულის მაგალითმა უნდა გამოგვაფხიზლოს და ვთქვათ, ყოველთვის არის ეს. იმ საზოგადოებაშიც რო იყოს, რომ სადაც მკვდარს შეჭამდნენ, იმას საზოგადოებაშიც რომ მოგვიწიოს ჩვენ დაბრუნება, იქაც ქრისტიანი უნდა იყოს ადამიანი. ანდრია პირველწოდებული ეწამა საბოლოო ჯამში ქრისტეს სარწმუნოებისათვის და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დღეს განცდა რისი გქონდეს, იცით? აბა ჩაფიქრდით საკუთარ თავში. ქრისტეს მონები ვართ? დღეს ეს ტერმინი მონა ისე გამოიყენება უარყოფითად. იმიტომ მონები ხართ, ისინი ხართ ესენი, ანუ უარყოფითად არის გამოყენებული და ვიღაცა პირიქით რო გეტყვით, რომ ვინ ვარ, დიახ მე ქრისტეს მონა ვარ და ამიტომ მე აღარავის მონა არა ვარ სხვისი. აღარავის მონა არა ვარ სხვისი. და ამიტომ აი ეს შინაგანი სულისკვეთება, რომელიც ადამიანს აი ქრისტეს მონობას და ქრისტესთან ერთობას აძლევს, თქვენ აი ვერ წარმოიდგენთ როგორ სიმყარეს გვაძლევს ჩვენ. ჩვენ ეს სიმყარე არა გვაქვს. აი ბოლოს განვითარებულმა გარკვეულწილად მოვლენებმა რასაც გეუნებოდით ის დაგვანახა. და რა დაგვანახა? ჩვენ ლექსიკონი არა გვაქვს, ტერმინები არა გვაქვს, რაღაცას რო გვეუნებიან, როგორ გავცეთ პასუხი. ჩვენ ცნობიერება არა გვაქვს ქრისტიანული. ჩვენი გონებას და ჩვენი შინაგანით საერთოდ სხვა რაღაცით არის გამოვსებული. ჩვენ ამ წუთის ოფლისაზე უფრო მეტად ვფიქრობთ ვიდრე ქრისტიანობაზე, იმიტომ რომ აი მაშინ ჩვენში იქნებოდა რა იცი, სიტყვები, ტერმინები, ლექსიკონი გვექნებოდა, რომ შეგვეძლოს ადამიანებთან ქრისტიანული საუბარი, პასუხი გავცეთ ქრისტიანული. და აი ესეთი განსასწრელი, რომელიც დღეს არის და კიდე იქნება და გამრავლდება მსგავსი განსასწრელები, ჩვენ აი მე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ჩვენს ქვეყანაზე ზოგადად ეხა ეს გარკვეული განსასწრელი არის, ერთადერთი მიზეზით იყო თუ რამეს აი ესე კიდევ ვიძახი, აი ხან ზედმეტად მეგონა რომ ისე იგი ვაქტიურობდი რაღაც, რა იყო ეს იცით? თქვენთვის მომეწოდებინა აზრი, რომ თქვენ რა პასუხი უნდა გაგეცათ ვინმესთვის. ანუ სასულიერო პირები არიან ისინი, ვინც უნდა აძლევდეს, ზრუნავდეს საკუთარ მრევლზე, რომ მოწინააღმდეგე როდესაც თქვათ გარკვეულწილად მოდის და ილაშქრებს შენზე, შენ შეგეძლოს გარკვეული პასუხი გასცემა. როგორი? 7 გაწონასწორებული. ის რომ შეურაცხყოფას გაყენებს, შენ 7-ად და გააზრებულად პასუხობდეს შენ აზრს. ის რომ შეიძლება ანუ გონებაზეა გადასული, შეიძლება და რაღაცა სხვა ისე იგი რაღაცა მიზნები აქვს, რაზეც საუბრობ, შენ შეგეძლოს უბრალოდ რა იცით? შინაგანი სიმყარიდან გამომდინარე სიტყვების თქმა. იცი რა? მე ესე ვფიქრობ. ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი. ჩემთვის ყოველთვის ესე იყო მნიშვნელოვანი. მე ვეტყვი რომ ხვალაც სხვა რამე რო იყოს, ხვალაც იგივე იქნება ჩემთვის მნიშვნელოვანი. და ეს სიმყარე გვაკლია ჩვენ და აი ანდრია პირველწოდებულის ის რა არის იცი, ჩვენ რო აღნიშნავთ ასე დღესასწაულს, აი ეს უნდა ვიყო დღეს ანდრია პირველწოდებულს უნდა ვთხოვოთ რომ უფალში გაგვამდიდროს. ანუ ჩვენი სულიერი სიმდიდრე ისე იგი გაიზარდოს. როგორც ლექსიკონი, როგორც სიტყვები, ასევე ჩვენში იყოს, ანუ კოკასა შინა რაც დგას, იგივე გადმოდინდების. თუ კი ჩემში ეს სულიერი საუნჯე იქნება, ის დამიჯერეთ, აი ტერმინებით იქნება სავსე. იქ იქნება, როგორ იცი, გამონახვა დამჭირდება, რომ როგორ უპასუხო, როგორ იცით, ჩვენ ხშირად წყობილებიდან გამოვდივართ და რატო გამოვდივართ წყობილებიდან? იმიტომ რომ პასუხი არ გვაქვს. ადამიანი წყობილებიდან რატო გამოდიხარ? იმიტომ რომ ხვდები რომ მეორე მხარეს უფრო მეტი არგუმენტი აქვს, არადა შინაგანად ხვდები რომ არ არის ეს მართალი, მაგრამ ღიზიანდები, იმიტომ რომ არ გაქვს საპასუხო თქმის არაფრის საშუალება. მერე ჩუმად ხარ და ეს სიჩუმეც კლავს. რატო? იმიტომ რომ დასაცავია რაღაცა გარკვეულწილად, ხო, სარწმუნოება, სარწმუნოებრივი ცხოვრება. დასაცავია მხოლოდ ჩემში კი არა, ჩემს გარშემოც გვერდით. დღეს ხო თქვენ, ჩვენს ოჯახის წევრები გვეკითხებიან. დღეს იმდენი მოხერხდა, რომ ოჯახებში შემოვიდა ეს განხეთქილება. დღეს შვილები მშობლებს დაუპირისპირდნენ. ამას არ აქვს მნიშვნელობა ის თვითონ რა მიზეზით ხდება ესეთი რამე, მაგრამ დღეს შვილებმა ესეთი ტერმინი წამოწ, ანუ ისე იგი მე მაშინ მე მშობელთან საერთოდ ურთიერთობა არ მინდა. მიხვდით რა სასწორზე რა დაიდო? მშობელი
რომელმაც ჩადო ყველაფერი შენში და არ ვიცი რა მოვლენა, რომელიც თქვათ არჩევნის წინაშე გაყენებს და შენი ძახი რომ მე ჩემს მშობელს საერთოდ ხმასაც არ გავცემ და არ ვიურთიერთობებ თუ ესე არ იქნება. ამიტომ ჩვენი როგორც ქრისტიანი მშობლების და ადამიანების პასუხისგებლობა გთხოვთ, აი ეს არის ზუსტად. ანდრია პირველწოდებულს ვევედროთ და აუცილებლად უნდა გავეცნოთ მათ ცხოვრებას. აი ხა მე მაგალითად მირჩევნია დღეს არის ბევრ ტაძარში არის ჩვენთანაც არის ანდრია პირველწოდებულის ნაწილები. დღეს რო ვიყო მე კი ნაწილზე მთხოვა მნიშვნელოვანია და ჩვენ ვიცით ხოლმე მოგროვდებით სადმე რომელიმე წმინდანის ხსენება არის. მე კიდე მირჩევნია დღეს თქვენ წახვიდეთ და ანდრია პირველწოდებულის ცხოვრებიდან სადაც არის მოცემული მისი ცხოვრება იქიდან ერთი თავი ან ორი თავი ან მისი ცხოვრება წაიკითხოთ. ეს მოგცემთ ანუ იმ სულისკვეთების განსაზღვრას რა არის სინამდვილეში ანდრია პირველწოდებულმა რა გააკეთა და გაამდიდრებს თქვენ შინაგანს. სულს გაგიმდიდრებთ ეს. ტერმინები შემოვა, ლექსიკონი შემოვა. აბა გადახედეთ ბოლოს ოდის წაიკითხეთ რაღაცა ისეთი სულიერი ლიტერატურა. აი ლოცვას ოდესაც კითხულობთ, ეხა დაუკვირდით, ჩუმად კითხულობთ თქვენთვის და თვალი მიყვება თორე ტერმინების გამოთქმაც კი არ იციან დღეს ქრისტიანება სამწუხაროდ. არავისთვის საწყენად არ ვამბობ. ხმამაღლა რო დააყენო და ვინმეს წააკითხო. აი თითქოს აქ არის რო იცის რა უნდა წაიკითხოს. მაგრამ თუნდაც ნაცნობი ტექსტი რო იყოს 50 ფსალმუნის ან იმისა ვერ წაიკითხავს ხმამაღლა, რატო? იმიტომ რომ მისი თქმის დაჩვეული არ არის მის თქმას ხმამაღლა. ამიტომ ჩვენი განვითარება ამ კუთხით, ამ სულიერი კუთხით აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის. დღეს ჩვენგან ჩვენი შვილები პასუხებს ითხოვენ. დღეს ისინი ითხოვენ გარკვეულწილად არგუმენტირებულ პასუხებს. ჩვენ კიდე გვიჭირს ამაზე პასუხის გაცემა. და მერე გვიწევს რაღაცნაირად გარკვეულწილად დაპირისპირებაში და იმაში შესვლა და ეს უკვე მოკლედ ტკივილს გვაყენებს ჩვენ. ესეთი ამბით მინდა დავამთავრო დღევანდელი საუბარი. ერთ-ერთ მონაზონმა იხილა და ასეთი რაღაცა არის. შედის ადამიანი მაღაზიაში და დაღთან გამყიდველი არის მაცხოვარი იესო ქრისტე. და ესე კითხე, უფალო შენ ხარო? ხო და კიო მე ვარო. ხო და რა შეიძლება რომ ვიყიდო შენგან? ანუ რა შეიძლება ვიყიდო და შენ რა გინდაო? რას ეძებო, რა გინდაო შენ? და მოკლედ ჩამოუთვლის ასეთ რაღაცას, რომ ჯანმრთელობა, მოკლედ ბედნიერება, წარმატება, ბევრი ფული, ანუ იმას რაც დღეს ის არის. და კარგიო, წავა მაცხოვარი შევა, მოკლედ რომ გამოუტანოს და ესეთი პატარა ყუთით ყუთს გამოუტანს და მისცემს. ხო და ანუ ჯერ სულ არაფერი ბედნიერება და ისინი როგორ ჩაეტიან, მაგრამ ეს ბევრი ფული არ ეტევა აშკარად ამ პატარა იმაში, ხო, რაღაცა ყუთში. და სულ ეს არისო? მეო ადამიანებს ვაძლევო ნიჭებს. ანუ თესლს ვდებო ადამიანშიო, ანუ პოტენციალს ვდებ ადამიანში და დანარჩენი თქვენი გასაკეთებელია. ამიტომ ადამიანი გახსოვდეთ, ჩვენ ვართ ღვთის ხატად შექმნილი და ჩვენში ყველანაირი პოტენციალი დევს. თუ ვინმეს რამე გინდათ, საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ ჩვენ. თუ ვინმეს სიყვარული არა გაქვთ, სხვაგან უნდა ეძებთ ამ უსიყვარულობის მიზეზს. თქვენშია ეს უსიყვარულობის მიზეზი. იმიტომ რომ ღმერთმა სიყვარულის ნიჭი ჩადო ჩვენში. თუ კი ბედნიერები არ ახართ დღეს, სხვაგან უეძებთ უბედურების მიზეზს. თქვენშია ეს უბედურება, იმიტომ რომ ეს პოტენციალი ღმერთმა ჩადო ყველა ადამიანში. ამიტომაც თუ კი ჩვენ ამას არ ვააქტიურებთ, ჩვენ როგორ არის იცი, წავსდგებით ღვთის წინაშე, ადამიანმა თავისთავად რა გააქტიურა. ანუ ჩვენში ყველაფრის ნიჭი არის, მაგრამ შენ რა არჩევანი გააკეთე? რა გააქტიურე? და თუ კი შენ მხოლოდ ამ მიწ როგორც ამ ადამიანმა ითხოვა, მხოლოდ ეს არის შენი სათხოვარი და ეს გააქტიურე, თუნდაც რომ მიიღო, აქ რჩება. ანუ მარადილობაში არ გადაყვება. და ამიტომ მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა ღმერთს
აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველას გვახსოვდეს. რომ მონეტა, რომელზეც კეისრის გამოსახულება მიეცით კეისარს, ჩვენ ამ წუთის მარა არ დაგავიწყდეთ, რომ სულიერი არ უნდა დაუთმოთ მას. სულის ნაწილები არ უნდა იყოს მოკლედ დათმობილი აი ამ ჩვენს ცხოვრებაში. მოკლედ კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს. მინდა განსაკუთრებულად გამოყო, იმიტომ რომ დღეს არის ჩვენი ერთი მრევლის, მოკლედ გოჩას დაბადების დღე არის და ყველას ულოცავთ ჩვენ ყველანი მას ამ დღესასწაულს და რატო ვიძახი ამას განსაკუთრებულად. ჩვენ ისე იგი გვიან მოვედით ზოგი ეკლესიაში და გოჩაძე არის ის ადამიანი, რომელმაც აი ჯერ კიდევ მეუფე დავითი რო იყო ჭკადოა ცხონებული, ღმერთმა გაანათლოს მისი ვაშკაცის სული, აფხაზეთის ეპარქიას მართავდა და იმაშინ იხსენებდა იმ დღეს გოჩა რომ რო ჩავედითო იქო ხოლოდო რუსები, ბერძნები და მოკლედ სხვა, ესე რომ ვთქვათ, ქართველები თითქმის არ იდგნენ ტაძარში. მსახურებაც რუსულად მიედინებოდა და რუსი მონაზვნები რაღაცა ქართულათაც რაღაცას იძახდნენ. და აი მაშინ მოკლედ ჩავიდა მის მეგობართან ერთად, მეორე ადამიანთან ერთად ზუსტად არ მახსოვს და გაიხსენა როგორ გაუხარდა მეუფე დავითს. რომ გამოიხედაო იმის მერე, რა ქვია, მსახურების მერე და რო დაგვინახარო ორი ქართველი ვიდექითო, აი გული რომ მოგეცემა. რომ ანუ შენ ესე რო თქვა ახლა სხვისიანები არ იყვნენ უდემთავრისთვის, ახლა ეროვნება არ არსებობს, ვინმე სხვისიანი არ არის, მაგრამ თავისთავად ხო აქვს რაღაცა, ისე იგი ესე რო თქვა ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვარ და მაინც დაქვემდებარებული ვართ ესეთ ემოციურ და გრძნობით სამყაროსაც და როგორ გაუხარდაო მოკლედ და მას მერე მოკლედ აი გოჩა არის ეკლესიის წევრი და ახლა ის არის ხოლმე ჩვენთან საქართველოში მიღებული არის და ამ თავისი 8 წლის რაღაცა ესეთი ეკლესიასთან ურთიერთობის გამო სოფელში და იმაში ისიც კი შეარქვეს, ანუ მღვდელს ეძახდნენ ხოლმე, ესე იგი მღვდელს ეძახიან და მოკლედ აი მე მინდა ვთქვა რომ ხშირად უბრალო ადამიანის ცხოვრებაც კი არა აუცილებელი ადამიანი სამღვდელო პირი იყო, არ არის აუცილებელი ადამიანი რაღაცა განსაკუთრებულს აკეთებდე და ჩვენ ყველას ქართველებს ნიჭიერები კი ვართ, მაგრამ გვინდა ხოლმე რომ ისეთი რაღაცა შევქნათ, რომ ქვეყანა ავალაპარაკოთ. ანუ უბრალოს კეთება არ მიყვარს. აი უბრალო რაღაცა გავაკეთო და უბრალო იყოს და არავინ გაიგავს. ხო რაღაცა და რეზონანსული უნდა გავაკეთო ზოგადად და აი ეს ჩვენი ნიჭიერება ხშირად მერე ერთმანეთთან კონფლიქტში მოგდის ხოლმე, რომ აი ისე იგი მე უკეთესად გავაკეთებ, ის უკეთესად გააკეთებს და დღესაც ხდება ჩვენს ქვეყანაში თავისთავად ზუსტად ეგ არის. რომ ჩვენ აი ამ ესე რომ ვთქვათ ნიჭიერების დაპირისპირებაა, რომ მე ვიცი როგორი უნდა იყოს ქვეყანა, არა მე ვიცი როგორი უნდა იყოს ქვეყანა. მოკლედ კიდევ ერთხელ ულოცავ გოჩას მთელი მრევლის სახელით მოკლედ დაბადების დღეს და ღმერთმა მრავალჟამიერი წლები მისცეს, მთელი ოჯახი სამრევლოს წევრები არიან და ამრავლოს ღმერთმა მოკლედ ესეთი ოჯახები სამრევლოებში და ღმერთმა დალოცვილი თქვენ დღეგრძელი და გახარებული განყოფოთ ყველა, შეგეწიოთ ანდრია მოციქულის ლოცვა და ვედრება ღვთის წინაშე. დალოცვილი და გახარებული.